მეგობრებო, მოგესალმებით და მინდა დაგპატიჟოთ ცოდნის მოყარე პოდკასტის და კლასტერის ერთობლივ პროექტზე. ეს არის სისტემური განლაგებები და ერთ-ერთი სიტყვით მინდა თქვა, რა დროს არის სასარგებლო სისტემური განლაგებები. უპირველეს ყოვლისა, მიზეზს დაინახავს ადამიანი ერთგვარი დინამიკების მის ცხოვრებაში, ერთგვარი პატერნების, რომელსაც ვერ ხსნის და ვერ ხვდება, რატომ ბრუნდება ერთი და იგივე პრობლემა მის ცხოვრებაში. რასაც ჩვენ ვეძახით ფარული დინამიკები. ძალიან ხშირად სისტემურ განლაგებაში ფარულ დინამიკებზე ვიღებთ პასუხს. მეორე, სისტემური განლაგება არის ძალიან სასარგებლო ადამიანებისთვის, ვისაც აქვს პრობლემა სხეულებრივ შეგრძნებასთან, ანუ დაკავებულია კავშირი საკუთარ სხეულთან, საკუთარ შეგრძნებებთან. ძალიან კარგად მუშაობს სისტემური განლაგება შეგრძნებებს. მესამე, ეს არის უდაო სარგებელი რეპრეზენტატორებისთვის. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ხშირად რეპრეზენტატორი უფრო მეტ სარგებელს იღებს ვიდრე კლიენტი. რადგანაც, როდესაც ჩვენ ვხედავთ სხვის სისტემას, მონაწილეობთ სხვის სისტემაში, ჩვენ ვამუშავებთ საკუთარ პრობლემებს, ისე რომ რეალურად არ ვეხებით საკუთარ პრობლემებს. ამიტომ არ მუშაობს ჯავშანი და მიმღებლობა ბევრად უფრო მაღალია. ამიტომ რეპრეზენტატორობა ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება სისტემურ განლაგებაში. სულ რამდენიმე ადგილი დაგვრჩა და შემოგვიერთდით, გვირდებით, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამოცდილება იქნება.